მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ თქვენ წინაშე სიტყვით გამოვსულიყავი. დღეს სწორედ ის დღეა, როცა ძალამყოფნის თქვენ სულს მივწვდე კარგი ამბებით და მოგიყვეთ როგორ ვმუშაობთ, რა პრობლემებს ვაწყდებით და რა ხდება კარგი ჩვენს თავს. პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვინც უსმენთ არხს, აკომენტარებთ, ალაიქებთ, თუ მოგწონთ, არავის ვავალდებულებთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამას ვიმსახურებ. იმიტომ რომ 74 წლის ასაკში უკვე ცოტათი რთულია საუბარი. მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს ძალა და მადლობა უთხარით უფალს სიცოცხლის ახალი დღისთვის. მინდა გისურვოთ, რომ ეს დღე თქვენთვის იყოს ნამდვილად ყველაზე ბედნიერი. ნამდვილად ყველაზე ბედნიერი დღე. აი, რა სიტყვების თქმაც მინდა დღეს. პირველ რიგში, საქართველოში ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაღიარებენ როგორც ალბათ ერთადერთ ფონდად, რომელიც მართლა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ამით ძალიან ვამაყობ. თუმცა, უკვე დიდი ხანია აღარ ვამაყობ იმით, რა თანამდებობები მეკავა. არადა მეტმა ადამიანმა მომცახმა ვიდრე საქართველოში ნებისმიერ პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს. ორჯერ მეტმა ადამიანმა. თანამდებობებიც მქონდა მაღალი, წოდებებიც, ასევე უხვად გვაქვს მედლებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ყველაზე მთავარი კი ჩემთვის ისაა, თუ როგორ გექცევით თქვენ და როგორ მეკცევით მე თქვენ. მიყვარხართ, ეს უნდა იცოდეთ. ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რომ თქვენმა სულმა იმღეროს სიმღერა, რომელსაც თავად უფალი შეისმენს. ამას იგი მხოლოდ სიყვარულზე საპასუხოდ შეძლებს. ღმერთი სიყვარულია. ყოველთვის მხოლოდ სიყვარული. თუ გაუწვდით ხელს მას, ვისაც დახმარება სჭირდება, განსაკუთრებით ახლა მინდა გთხოვოთ მრავალშვილიანი ოჯახების შესახებ. მეგობრებო, თავად ვიყავი უპატრონო, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ომის შემდგომი წლები, ბევრი ავადმყოფობა იყო. დღესაც როცა ვლოცულობ, ღმერთს ვეუბნები, გმადლობ, რომ მომეცი იმუნიტეტი, არ ვიცი, რაც აღარ მოიტანდნენ საწყლები, ვინც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდა. ხალხი ერთმანეთს ჭამდა. შიმშილისგან სივდებოდნენ, მაგრამ ბავშვებს ეს ნაკლებად ეხებოდა. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიყავით, დავრბოდით, თამაშობდით. ახლოს პოლიგონი ჰქონდა, სადაც ჩვენი ჯარისკაცები გერმანელებს ებრძოდნენ. ხარკოვი ორჯერ აიღეს გერმანელებმა და იქ ბევრი საბრძოლო მასალა იყო დარჩენილი. ჩვენ კი მას კოცონში ვაგდებდით. სახლს უკან ვანთებდით ცეცხლს, ვყრიდით გრანატებსაც, ნაღმებსაც, ყველაფერს, რაც ხელში მოგხვდებოდა, სანამ ამან ერთი ბიჭი არ შეიწირა. ჩემ ცხვირწინ კი ეთყობა ღმერთმა ჩათვალა, რომ ცხოვრებაში რაღაც როლი უნდა შემესრულებინა, მთელი აგური ამოაგდო. ვიყავი თუ არა უბედური იმის გამო, რომ რაღაც გემრიელი არ ვჭამე? არა. რა თქმა უნდა, მეც როგორც ყველა ბავშვს გვიყვარდა გემრიელი საჭმელი, მინდოდა ველოსიპედი მქონოდა, მაგრამ არ მქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ველოსიპედი. დღეს ისეთი დროა, ბავშვებს სკოლაში ვუშვებთ, მაგრამ ზოგს არც ზურგჩანთა აქვს და არც სახელმძღვანელოები, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც მახსოვს, ის იყო, როცა სკოლაში მივდიოდი, საუკეთესო შემთხვევაში მეცვა მამინაცვლის გადაკეთებული ძველი შარვალი. მას გადაკერავდნენ, ისე თითქოს ახალი ყოფილიყო. ყველაფერი ძველი მქონდა. და მრცხვენოდა ძველმანებში სიარული. იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა გოგოების მიმართ ყურადღების გამოხატვა. ღმერთმა მაპატიოს, ყურადღებას გამოხატავდი ამ სიტყვის კარგი გაგებით. ყოველთვის მიყვარდა ქალებისადმი ყურადღების გამოხატვა. უბრალოდ ზრუნვა, უბრალოდ მეგობრობა, უბრალოდ მუშაობა. ჩემთან 20,000 თანამშრომლიდან 80% ქალი იყო. აი,
რაც მინდოდა დღეს მეთქვა. დახმარებაზე მინდა ვილაპარაკო, უბრალო ხალხის დახმარებაზე. არა მარტო მათთვის, ვინც თურქეთში მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მაინც ბედნიერები არიან, არსებობს რაღაცები, რაც დაუშვებელია. თუ მონებს აღზრდით, მეგობრებო, მაშინ საქართველო მონების ქვეყანად იქცევა. უნდა ჩავაცვათ ბავშვებს, პატარებს ვუყიდოთ სათამაშოები, შეუძინოთ ტანსაცმელი, რომ სკოლაში სხვებზე უარესად არ წავიდნენ. ეს დიდ ფულს არ მოითხოვს. ველოსიპედიც აუცილებლად უნდა გქონდეთ. გიждები იმ დროზე, როცა ველოსიპედით დავქროდი. ახლა კიდევ ათასნაირი მოწყობილობაა, რაზეც ბავშვები დაქრიან. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. ადრე ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რატომ აჩენენ ბავშვებს თუ ღარიბები არიან. მაგრამ ვინც ამას ამბობს, ვერ აცნობიერებს, რომ თუ ღმერთი ასეთ სიტყვებს მოისმენს, უბრალოდ ადამიანს დაწყევლის. იმიტომ რომ ბავშვები ყოველთვის ანგელოზებად იბადებიან და უფალ სურს გაძლიერდეს ახალ ნიჭში, ახალ აღმოჩენებში, ახალ მეცნიერებში, ახალ დიდ მქადაგებლებში, მათ შორის მღვდლებშიც. ბევრი შვილი ყავთ, ქედი მოიხარეთ, უთხარით, რომ საქმე სექსში არ არის. საქმე იმაშია, რომ თუნდაც თქვენ ფიქრობდეთ, რომ ამ ხალხს ნაკლები წინდახედველება აქვს, თქვენ ვერ ხვდებით ძვირფასო მეგობრებო, ვინც ამას მწერთ. ეს იყო სულ რაღაც 10, 20, 30 ადამიანი, მეტი არა. დანარჩენები ყველანი ეხმარებიან. მოაქვთ ტანსაცმელიც. ღმერთს ისინი უყვარს, ვისაც უჭირს. და არა ისინი, ვისაც ყველაფერი კარგად აქვს. ეს ზუსტად ვიცი. ამიტომ ვისაც მეტი შვილი ხავს, მათი განსჯა რა უაზრობაა. პირიქით, თუ ასეთი ოჯახი ნახეთ, გააქვთ შესაძლებლობა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს ოჯახი თქვენი ოჯახის ნაწილია და ზიდეთ ეს ტვირთი. ზრდასრულებზე არ მაქვს საუბარი. თუ მათ არ უნდათ მუშაობა, ეს მათი საქმეა. მაგრამ ბავშვების მიტოვება არ შეიძლება. არა, ისინი ღმერთის შვილები არიან. არც მხოლოდ იმ კონკრეტული მშობლების შვილები არიან, რომლებიც შესაძლოა ჭაჭას ეტანებიან ან რაღაცას არასწორად აკეთებენ. სხვათა შორის არიან ძალიან კარგი ღარიბი, მაგრამ უზომოდ მოსიყვარულე დედებიც.